მამუკა რა მოგიყვანა გეკითხები რა იყო ბავშვების სანახავად მოვედი რა დაგაგვიანდა ცოტა 9 წელი სად იყავი აქამდე გეკითხები თუ საცივის ჭამა მოგინდა და მაგიტომ მოხვედი ეხლა რასად ვიყავი მეცხო უნდა გამიგოა რა აიმე გაგიგო კი არა ამ პისტოლეტს ხო ხედავ აქ აღარ დაგინახო მოსული თორე ტყვია იქ მოგხვდება რის დამსახურებთაც ახლა 2 შვილი მყავს მე სახლში დროზე ინ გამომიდა შვილო მეკვლე ვინ იყო მე რა ვიცი ვიღაც დეგენერატი იყო მოვა კაცო მეკვლეც დაველოდოთ აუ დი რა მაგარი ხლაპუშკა იყო იცი მაგრამ ანასტასიამ ბესეთკას დაუმიზნე და იქ ესროლა თეკლე გურგენიძე იდგა ქვემოთ და ამ შანს ხელიდან ვერ გავუშვებდი ინგა გამოიტანა მიდის გადამალული გოზი ნაყირო გაკ ჩემ გაკეთებული ცრუ არ მაჭამე აბა მიირთვით ომარიკო შოკოლადის 3 ცალზე მეტი არ შეჭამო თორე შარშანდელებით ორდღიანი გულისრება გამოწერილი გაკიცოდე გვიანია უკვე მეშვიდეს ჭამს თეკლემ ჩამიგდო ვოისი დავინახე ქალბატონი რა შემესროლე აიუნიდან შურის ძიებას ელოდე აბა მოდით ახლა სუფრასთან და მოვა მეკულეც აი მეკულეა აბა მოვიდა ვაიმე ნუნუ ისო ნუნუ მოვიდა ხალხო მოდი გენაცვალე გაიხარე მეც გილოცა მრავალს დაესწარი აი დედა ჩემიც არის ჩამოსული მოდი აი მე რას დავეძებ ისო მარცხენა ფეხი აქვს დასიებული თეკლაკ მილებზე პომადა გისვია პომადა არ არის ეს უბრალოდ ჭარხალი ვჭამე სახლში კარგით აბა გოგოებო დავიწყოთ გამოკითხვა დღეს ასწავლოთ რა გქონდა საფრანგეთ ინგლისის ომი ხო დიახ მას მე ვისწავლე ძალიან კარგი აბა თეკლა პირველი კითხვა რომელ წელს დაიწყო საფრანგეთ ინგლისის აი ეს 100 წლიანი ომი 1000 ამას მეტი აღარ მახსოვს მაგრამ უეჭვალე ვიცი რომ 1000-ით იწყებოდა ეგ არის ნასწავლი გაკვეთილი შვილო მოგვადგა გამოცდების კარზე უკვე და მაგიტომ მიიღე ტესტში 19 ქულა ანასტასია მიპასუხე აბა მიდიშენ 1317 წელს მას ინგლისმა დაიწყო ძალიან კარგი აბა ეხლა რომელს გახსოვთ საფრანგეთის რომელი მეფე გარდაიცვალა აი ამ ომის დაწყებამდე ფილიპე მეოთხე ლამაზი მას ძალიან იცი ახლა შელამაზი იყო თუ არა ეგ კაცი კი შვილო ასე ქვია ფილიპე მეოთხე ლამაზი ფილიპ კეტრიემ ლე ბელ ასე გამოითქმის ფრანგულად კარგით აბა ხომ არ იცით ვინ არის ჟანა დარკი აუ მას ჩემი მეზობელია მგონი ეგ ხალი ვაიმე რა მეზობელი შვილო მე-15 საუკუნეში ცხოვრობდა ეგ ხალი ანასტასია გისმენ ჟანა დარკი გლეხის ხალი იყო მას მაგის დამსახურებით მოიგო საფრანგეთმა ეს ომი კი ბატონო და რა ბედი ეწია ჟანა დარკს კოცონზე დაწვეს მას ცეცხლი წაუკიდეს აუ ჩემ სოფელში დაწვეს ეგრე კაცონზე ერთი კაცი ძალიან საშინელება იყო ჩართე ახლა იქ ფილმი ანასტასია დავიღალე კაცო ინგა მოდი ლია აქეთ ვართ ინგა ნახე მოვიტანე ბატეტუბი უი და კაია ბატიბუტი თან შენი გაკეთებული გოგო დი ამ კინოს აწერია რომ საშინელებათა ჟანრიაო და რას ნიშნავს რას ნიშნავს ომარიკო და აი ვაიმე მოკლეს ემილი ვაიმე კაი ინგა რა იყო ფილმია უბრალოდ აი იმ კაც რო უჭერავს ზუსტად ეგეთი დანაშა ერჭო ჩემ ქმარს ნაცნავში დროული გახსენება იყო ძალიან რა ხდება ეს ქალი ხო მოკლეს წეღან რა ენაღლება ამოვიდოდა საფლავიდან ჭკუა დაუშლის თუ რა დი ამ კაც რატო უნდა რომ ეს ბავშვი მოკლას რატო ომარიკო და გაკვეთილებს არ სწავლობდა და დედას აბრაზებდა მოიცადე დაიძაბა სიტუაცია აუ ნაჯახი ჩაარტყა პროსტა ვაიმე რა არის ეს რა ფილმი ჩართე ანასტასია ტიტანიკის ყურება მინდოდა კაცო მეთქი 1-2-ს ვიტირებ თქო ვიტირე მე რაც მე დავთვალე 12 ადამიანი მოკვდა უკვე ამ ფილმში ემილიც მოკლეს უკვე და იმას გახედეთ რა მეცადინეობა რო დაიწყო ვაიმე ემილიც ცოცხალია ლია დედა დარწმუნებული ხართ რომ გარდაიცვალა თქვენი ქმარი უკვე ახარაფერი ვიცი
აბანოში შევდივარ მე და თუ იმეს რა მეგიდეთ მოითავით ბარემ. მერე რო არ ამაწიოკოთ იქ. ხო, შენ ახლა მოინდომი აბანოში შესვლა. ლია რო უნდა გადმოვიდეს, მეთქი ყავას მოგვიდუღებს თქო. კი ბატონო. ინგა. აი მოვიდა ლია დეიდაც. შევედი მე აბანოში. შობას გილოცავ ინგაი პეროგი მოგიტანე. მეც გილოცავ ლია გაიხარე. შენ პეროგის გარეშე არ შემოხვიდე მოკლედ, ხო? გაიგონა პეროგი მორბის საშბატონი. აი. აუდია ვიღებ, ხელები დაბანილი მაქვს. რა დაბანილიო, მარიკო, ხალიჩაზე გორაობდი ახლა. აიღე ხო? ბაქტერებიც საჭიროა ზოგჯერ კაცო. ჩემი შვილიც სული ატაკიდან ჭამდა ხოლმე. ხო, ერთი ვის არ უჭამია. გოგო, რაღაცა ხმაური გამოდიოდა გუშინ შენგან, ჰა? კი წუხელის რო დავანთე ფანჯარასთან სანთელი დამავიწყდა. ცეცხლი წაეკიდა ფარდას და სულ დაიწვა. გადარჩენილ ხარ, გოგო? დედა. ყავას ხოდალევ. კი 2 პესო კი ჩამიყვარე. აუდია კიდე შევჭამ. ოღონ შენ ჭამე შვილო და პის არ დავაკარებ მე. კაი მაშინ 2 ცალს ავიღებ. აბა ეხლა მოუსვი აქედან. ჩემი შვილი ჩამოდის ხვალ 3 დღით. მე კიდე დამწვერი ფარდა უნდა დავაღვიძრო. არა უშავს ხო ახლა რას იზავ კაცო. დაიცა რაღაცა წერენო მარიკოს მშობლების ჩატში. გოგოებო, საშობაოთ მასწავლებელს რა ვაჩუქოთ? ვერ არიან ესენი, კარგად ხო იცი? გოგოებო, მე მაქვს საჩუქრის იდეა. წელთაღრიცხვა დავიწყოთ თავიდან, წელთაღრიცხვა. დეგენერატები, კაცო. მარტო სული კურდღელი. აი ესეთი სიმღერა გამოგვივიდა ბოში, ძალიან კარგი. ეხლა ჩავხედოთ მასალას. საერთოდ ვერ იმღერა მასწავლებელმა. მას ზეიმი როდის უნდა გქონდეს? ზეიმი გვაქვს მაისში, მანამდე სიმღერებიც უნდა ავარჩიოთ. ნატო მასწავლებელმა თქვა, რომ ზეიმზე მეც უნდა ვიმღერაო. უიგრი თქვა? ძალიან სამწუხაროა. კარგით, აბა კითხვებს დაგისვამთ ახლა მე თქვენ და ხელისაწევით მიპასუხებთ. რამდენი სიმი აქვს აი ამ საკრავს? 1 2 3 მას ვიტყვი 4. დიახ. დაითვალასემები და ისე კი პასუხად. მე მაგას მოფიქრება არ უნდა? ნუ ტლიკინებ რა ამეხადა თავი. მასა პეპარეშოში გავალ. მე გადი კაცო, გადი შენ ხო გააწუხე გული რა. ვაი მე იცით ბავშვი მოიცით კლასში მოსწავლე ჩაუფსე გაკვეთილზე. მე ვიყავი მასეკ. გადი შვილო, გადი კი რა პრობლემაა. აბა აქეთ ჩამოვთვალოთ ჩასაბერი საკრავები. სალამური, გუდასტვირი, საყვირი და ფლეიტა. მას შეიძლება რომ გადავჭდე? რატო? აი. ვასო რა გახდა შვილო? 1 2 შენც რო ჩაბერო არ გიფიქრია? გადი მიდი შენს ტუალეტში. შემდეგი კითხვა. რატო შემოbrunდი ვასო? მას ბერიძემ ვერ მიასწრო ტუალეტამდე, დერეფანში აქვს ჩაფსმული და ტირის. აუჯი, ჰარი პოტერის სკოლაში მაჭარე რა, ძალიან მინდა. სად არის სკოლა, მარიკო? აქვე თუ გდანში და თემქაზე კი ბატონო. ბარკეთილებში და საბურთალოებზე მე ვერ ვივლი ნამდვილად. კი ინგა აქვეა ეგ სკოლა, დიდ ბრიტანეთში. აუ, ჩოჩოქარი გავხდები და შელოცვებს ვისწავლი. ვაიმე, შელოცვაზე გამახსენდა, ეხლა ჩვენ სოფელში იყო ხოლმე ერთი ქალი. ვიოლა ერქვა, მკითხაობდა ხოლმე და მთელი სოფლის გოგოები მაგით გათხოვდნენ. რომ მიხვიდოდი ასეთი სუფთა ხელის გული უნდა გეჩვერებინა და დაინახავდა საბედოს. რა ვიცი, რაღა მემივედინა და ბინძური ხელებით. ომარიკო, რამე შელოცვა არ იცი, ინგას რო წიგნი გააგდებინო ხელიდან? საჭმელიც კი არ გაუკეთებია. ვაიმე, მართლა რო ვერ გავაგდე ხელიდან ისე იკითხება რა. კაცო, ქართველი ბიჭის წიგნია ეხლა დაწერა 22 წლის ბიჭმა. რა ქვია? დასაწყისის დასასრული, ხო? დედა რეები ხდება. გასაგებია. ომარიკო, დებილივით ნუ იქნევ მაგ ჯოხს. რამე უბედურებაში არ გაეხვი. ბევშელოცვას რო ვისწავლი, მერე ვოლდემორტს შევებრძოლები. არა დეგენერატი არ არის ეხლა ეს. ვის უნდა ეჭიდაო, ბიჭო, იქნება მოიტეხო რაღაცა. აუ, შელოცვა როგორ არის? ბომბარდა. შტეფცელია ფეთქდა. ვიღაცამ ყვავილები გამომიგზავნა. თაყვანის მცემელი წყოლია ქალბატონს. ვინ გამოგიგზავნა?
ვიღაცამ მეთქი. ესე იგი მე თუნდაც არ ვიცი ვინ არის. ანასტასია, მაგ თაიგურში შოკოლადი არ დევს? შოკოლადი არა, მანქანის გასაღები დევს კიდე. თიკო სასწრაფო შეკრებაა ჩემთან სახლში. ნახევარსაათ ჩვენ უფრო ადრე რავი როგორც გინდა. ანასტასია, თიკო მოვიდა. მიდი შვილო შედი ოთახშია და. ყავას აღარ გთავაზობ ახლა თიკო ვარგენდომება და. აუ, ვანა ტიპს პროსტა. თიკო მოხვედი, გადაწიეფარდები. ანასტასია, რა მოხდა? თეკლა გორგენძე და ლექსო შერიგდნენ, ხო უეჭველი? არა, ვაფშე სხვა რაღაცა, მაგრამ ეგ თეორიაც განვიხილოთ მე. ნახე რა გამომიგზავნეს. ხადაო, ეს ხო იცი რომელი ყვავილებიც არის, love her როა მაგათია. ვიცი ხო, ესეთი განათებული თაიგულები მარტო მაგათ აქვთ. მაგრამ აქ მარტო ისწერია, მუდამ შენს გვერდით. ასე რა ვერ მოიტანა. უეჭველი ის ტიპია გვერდზე კორპუსში რა ცხოვრობს, მაგის მოტანილი მგონია მე ეს. არა მგონია, მაგას ხლა პუშკაუფით დაახარწეს ხელში და ვაფშე ხელები აღარ აქვს. ეგ ვერ მოიტანდა. ყოველ შემთხვევაში საკუთარი ხელით. ანასტასია, იქნებ შეეშალეთ და შენი არ არის ეგ ყვავილები. ჩემი სახელია წერია ბარათზე. და შენ ვაფშე რატო გვისმენ კარებთან? დროზე იხლა. მე რას ამბობ? მაშინ ის იქნება, გოგო. მელოტი დათბრო, გეპრანჭებოდა ხოლმე. აუ, შენ ძალიან მაგრაღა დაუp, ხო? არ არსებობს დაფარული ნომერი რეკავს. გისმენთ? გამარჯობა ქალბატონო, მიიღო ჩემი საჩუქარი. ესეც შურიძიება, ახალწელს რომ ესროლი აივნიდან ხლაპუშკა. კაცნი. აუ, ჯე სკოლაში გამეკუა და ბავშვებმა დამცინეს. რა იყო მე არა უშავს? სახში ხო დაგცინით ხოლმე. არა უშავს ახლა ომარიკო ძალით ხო არ გინდოდა. ხო არ გინდოდა. ო, არა, დაჭერებანას თამაშობდი და სკამს რო გადავახიტი მაგ დროს იმას საქმე. ხო, ამიტომ ჭოის სასწავლებელი იქნება. დაჭერებანა აღარ უნდა ითამაშო. ხო და აღარც კინოს აღარ უნდა უყურო. გუშინაც ეგრე დაგემართა ფილმს რო უყურებდით. ეგ როგორ გაიგე ჩუმაჩქენი? არ გამიგია. ვიგრძენი. კარგით ახლა ხო აღარავის აღარ ემახსოვრება ეგ ხვალ, კაცო. აი მე რატომ მასწავლებელი მწერს? ინგა გამარჯობა ჩემო კარგო, ცოტა უხერხულიკია, მაგრამ მომარიკო დაეჩვია ამ ბოლო დროს გაზების გაშვება სკოლაში და თუ რაიმე პრობლემა აქვს, ბავშვს იქნება ექიმთან მიგეყვანათ. აუ, ყველას ემახსოვრება, მასწავლებელსაც გაუგია. ჩემი კლასელი გიორგი ეტყოდა. მე არ იცი მაგ დროს რა უნდა უქნა მაგ გიორგის. თუმცა რაც გასწავლი გწოდნია უკვე. ეს ცუდი გაჩვენდით ახლა. რატომ მასწავლებელო გამარჯობა. ომარიკოს ყველაფერი წესრიგში აქვს, სხვა არავინ არ დააბულინგოს ბავშვის სკოლაში, თორე ვინ მოხდება საავადმყოფოში, მაგასაც ვნახავთ. საღო ლინდა გავიმარჯვეთ. ომარიკო მიდი გაგვიკვე ერთი გამარჯვების ნიშნად. რა იყო ვიხუმრე? თიკო მოგიტანე წყალი. მოგატყუე. აი ხო ახლა მართლა მოგიტანე. აუ, გული გამისკდა, პროსტა ეს ზედავიყი და ხვალინდელი ისტორიის ვორქშოპისთვის ალტე უნივერსიტეტში როა. 25 ხო ხვალ არის. ხო, ხვალ არის და 5 თებერვალს აქვს კიდე არ დაგვავიწყდეს. ისტორიის მასწმა მითხრეთ ეკლაც წაიყვანე თუ, მაგრამ დამავიწყდა მეთქი ვეტყვი. გოგო, თეკლამ რა გააკეთა ნახე? მაგათ ხო აქვს Facebook ჯგუფი, აბიტურიენტების კლუბი როა რა და მან დაპოსტირა თეკლა გაჩნდა რაღაცა ამბასადორად. აუ, თეკლა ყველგან ეტენება უკვე. ჩვენ კიდე არაფერში არ გვიმართლებს. თიკო, აი მოგიტანე. კიდე მოგატყუე, всё, ახლა მოგიტანე. აუ, მარიკო ძალიან მაგრებს ჩითავს, ხო? ძალიან სასაცილო ბავშვია. ეს შე როცა მოდიხარ ხოლმე სახში მაშინ თანცარებს, თორე ინგა რო იყოს ახლა სახში კუნძივით იჯდებოდა. ხმას ვერ გაიგებდი. ხადაო, სტარტაპ ღონისძიებები იქნებაო ალტე უნივერსიტეტმა. მე ხო ბიზნესზე ვაბარებ მანდ. ხო, ეგენი გეხმარებიან ბიზნესის თემებში და რო ისწავლი მე იქნება შენ დაეხმარო ინგას. 5 თვეა თონის გახსნა უნდა უბანში და თავი ვერ მოაბა. აჰა, თიკო დალიე. კიდე მოგატყუ. ომარიკო, აბა ეხლა აუდი აქედან. დროზე. აუ, ვიღაც ხალი წაიქცა ქუჩაში. იმენე სახით დაეცა. რა დროს ეგ არის, გოგო, ამხელა თონეს ხსნი და დამხმარე ხალი მყავს ასაყვანი. აი მე წეღან იყო საერთაშორის ერთი ხალი მოსული. მან დამიტოვა სახელი გვარი ნახემედი, მე მგონი რომ მაგას ავიყვან სამსახურში. რავანი რა უბულაშვილი? ეს ის ხალია ტელევიზორში რო აჩვენეს. წოწმარია რომ მოკლა. დედა რას ამბობ, კაცო? ვაი მე გადავრჩენილ ვარ და აი მოვიდა ხალხი გასაუბრებაზე. გამარჯობათ, ვაკანსიაზე მობრძანდით, ხო? დაგძანდით.
დიახ, დამხმარე გჭირდებათ, ხო? დიახ, პირველ რიგში გამოცდილება მაინტერესებს თუ გაქვთ. რა თქმა უნდა, გამოცდილება მაქვს. მე ვმუშაობდი ვაგზალზე, ცირკთან. უბრალოდ ახლა უკვე ისეთი ასაკი მაქვს, რომ ვეღარ ვახერხებ. კარგი, დაგვიტოვეთ ნომერი და დაგირეკავთ აუცილებლად. დედავინები მოდიან, კაცო. შემდეგი. გამარჯობა, აქ არის ვაკანსია. დიახ, ქალბატონო, დაბრძანდით. გამოცდილება თუ გაქვთ. ჩემი თვალე მქონდა კაცო სურამში გზაზე, მაგრამ მე თურქეთის ტრაილერი შემოგვიარდა და ვიღაც დავდექით ფეხზე. კარგით, დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და დებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით. დედა გამოცდილი ქალი ყოფილა ანასტასია ეს და ეს რო ავიყვანოთ. ჭუჭყები ქონდა ფრჩხილებში, დაივიწყე. ომარიკო მურბის. აიყვანე ვინმე სამსახურში? არაკაცო ვინ ავიყვანე მთელი დღე აქვს ვარ დავიღალე რა. მიდი ომარიკო მან ხურდებიდებს და გვერდზე მაღაზიიდან წყალი მომიტანე. იმედია გამოჩნდება ვინმე. ნახე შენი საყვარელი მეზობელი მოდის. დედა ნუნუ მინდოდა ეხლა აქ კაცო. როგორ ახარ ნუნუ ჩემო კარგო? გოგო რო ავიყვანეთ უკვე დამხმარე ქალი. დაგაგვიანთ. აჰაჯი მოგიწენი წყალი. გამარჯობა ნუნუ დეიდა. ჩვენთან გინდათ მუშაობის დაწყება? არავინ არ აგვიყვანია ჯერ. დედა გოგო რა кайფქენი შენ რო აგიყვანე სამსახურში, ჰა? მე არ ვიცოდი უმუშევარი თუ იყავი. გაიხარე ინგა. ხო გოგო რო დაიკეტე ეს ჩვენი მაღაზია დავრჩი ეგრე უმუშევარი. ორი პური თუ შეიძლება. ეხლა ვიმოგართმევთ. არა მიხედე შენ მაგცომს კაცო. გამარჯობათ, აინებეთ 2.60. გაიხარეთ, კარგად ბრძანდებოდეთ. ომარიკო, სადად იხარ შენ ვერ გავიგე? შემოდი მოდი აქ სითბოში. ომარიკო დასკუპტი მანდა. ინგა სლოგანი არ გინდა თონისთვის. როგორ არ მინდა გოგო მთელი ღამე მაგაზე ვფიქრობდი გუშინ. თვალი ვერ მოვუხუჭე, მაგრამ რა გინდა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და. ეს რო იყოს ჩვენი თონე ძალი და ღონე. ხო რითმა კარგია, მაგრამ აზრობრივად არ მომწონს. მობრძანდი თონეში იმაწე ზომებში. უიმე არა კაცო, ეგრე ვთქვა, კლიენტი აღარ მეყოლება მე საერთოდ. დაიცადე? პური ჩვენი ფული თქვენი, ჰა? როგორია? ინგა გაინტერესებს ჩემი აზრი. არ ვარ გაიგა. ისედაც უწურაკი ხალხია, უარესად დაინანებად ფულის გადახდა. ჩვენი თონის პური და სამშობლოს გული. სლოგანი მინდა, ბიჭო, მეოთხე კლასის ლექსიკი არა. აი ესეც თქვენი პური. ინგას თონის პურები გაიხარეთ გულები. ღმერთმა დაგლოცოს გენაცვალე. ბავშვებო, ძაღლის კურკლში ვიღაცამ ფეხი ჩაადგა. ნეტა რა გიხარია, შენ თვითონ გაქვს ჩადგმული ფეხი? აუ, შეზედილია პოტასზე. დედა ჩემმა მითხრა ერთხელ ამაზე რომ ფული იცისო. თუ ფული იცის, შენ ჩაადგი თუ კაია. აუ, ლიზი, მოდი ჩვენ ჩავადგა და ბევრი ფული გვექნება. დაიცა? ფუ. აუ, რას აკეთებთ? მე ჩავადგა? ეხლა როგორ გვექნება ფული? დედა ჩემმა თქვა, რომ ოჯახში ფული და ბარაკა იცისო. სახლებში წავიდეთ და დაველოდოთ. აუ, ყველაზე შორს მე ვცხოვრობ და სახლამდე გამშორდება. არ გაგშორდება, ას კინკილითი არის. მოვედი სახში. მოდი ომარიკო, მოდი. ისეთი ნამცხარი გავაკეთე რომ რა ვიცი რა. დაიბანე მედი მანამდე ხელები შენ. ეს რა არის კაცო? დედას გუშონი დამვარდნია ხალიჩაზე. თიკლე ჯოკერი ხო არ გვითამაშა, თუ ისე დამარცხების არ გეშინიათ. არ მინდა მოწყენილი ვარ. რატო ამჯერად რა გამოხდა? შეყვარებულს დავშორდი. ბუჩო, შეყვარებულს ხო გუშინ წინ დაშორდი? აუ, ვარეგ მეორე იყო. აუ, ისე ვარა დანაშულს არ მიხსნის. თუ დანაღილს არ მიხსნის, ავი როგორც არის. აუ, ისეთ ეკლა შენ გინესების წიგნი არ გინახავს, ხო? უეჭველი რაღაცა რეკორდი გექნება მოხსნილი შეყვარებულებში. აუ, არ გვინდა რა მოდი ეს იუმორით, ეკლა გავამართვი ალტოს და შეჭამე. მადლობა თამთ. აუ, ესეთი წითელი არავის არ გაქვთ, წიწაკის. აუ, კაი რა, თეთრ წიწაკა რაღაც გინდა ისედაც გამწარებულ გოგოს. აუ, შენ ძალიან იუმორის ხასიათზე ხარ, ხო? გოგო, ეს ლუკა.
ანუ დააკვირდით, ამის ჭამა დავიწყეთ თუ არა, ვიღაცა ახალი გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში. ეცეთი გავალ და მოვალ. მიდი ტემპი არ დააგდოთ იქ. გოგო მართლა მის ბრალია ვითო. ფული გაგთიკო? რავი ზელატოსები რო დაიტრიო კიდე რა. თეკლამ უკვე ახალი შეყარებული გაიჩინა, შეხედეთ. აუ თეკლა ის ჯაგორია გოგოებო, ძალიან მარტივად ეგუება ცვლილებებს რა. რაღაცას მაგონებს ხოლმე ზოგჯერ. მაგთვისებით ბაყაყს გავს. ის ეგრე ეგუება ყველაფერს. მოვედი გოგოებო, უბედნიერესი ვარ. გეტყობა თეკ მუცელში პეპლები გყავს. მე კიდე ორი პაჭკა ზელატუსი. რა ხდებოდა აბა მოგვიყევი. ანუ იქიდან დავიწყოთ რომ როცა მივედი ისიც ზელატოს ჭამდა. ესეც მაგარი მომცა. და პაიმანზე დამპატიშა ხვალს აღამოს. ზოგს მაგრა უმართლებს რა. მე კიდე ხვალს აღამოს ჩემს ძმას ზეიმის ლექსში უნდა დავაზეპირებინო. აუ თეკ ლაიქ ბიჭი ახლა რა ნახე. მე მგონი რომ 3 წელი ციხეში იჯდა, ხო? აუ მოდი ყველა მთავი შეყარებულზე ელაპარაკოს რა. აი ახლა გამახსენდა თქვენ ხო არცერთ საკყავთ? ჯერ პაიმანზე არ ყოფილი ხარ და რენერი შეყარებულია. აუ ეგ უკვე მე ვიცი თქვენ მაგას ვერ გაიგებთ. აუ თეკლა ხვალ ყველაფერს მომიყვები დეტალურად როგორ ჩაივლის, კაი? თიკა მოდი ხარ ხო სახლში? კი. თეკლა შენც მიდიხარ? კაი ხო. იმინე მარტო დამტოვის რა. ანასტასია, როგორ ხარ? ლექსო? ბავშვებო, სიგარეტის კოლოფი ვიპოვე. სუსავსეა. მოდით გავყიდოთ სიგარეტი ძალიან ძვირი ღირს. რა უნდა გაყიდო, მაგით რო პოლიციელმა დაგინახოს დაგიჭერენ. ომარიკო, რა საკეთებთ მანდ? თამაშობთ? ჭკვენად იყავით იცოდე. კი, თამაშობთ, ინგადეიდა. დე, მალე მოვალ სახლში. დე, კარტოფილი შემიწვავ? დე! აუ, რაც არ უნდა ხოლმე არ ესმის. ამ სიგარეტს რა უყოთ ეხლა? აუ, რომ უწიოთ? გაგიჟდი რა უნდა მოწიო, არ შეიძლება. დედა ჩემი ეწევა და სახლში საშინელი სუნი დგება ხოლმე. მე ხელება ეწყება. ხო, ვერის უთქებს ადამიანი და გაიგუდება. თან ვარსო ისედაც ვერს უთქავს ცხვირით. მე მაინც მინდა, ერთი ცალი უნდა მოუწიო. საში კალკამე მაგ დედა ჩემს მოუპარე დილით. მეთქი აღარ მოწევს თქო, მაგრამ მე გასკურაზე მოუკიდა. მოუკიდე ვასო? მოწია ბა მიდი. იგუდება, გვიშველეთ! ინგა რა მოხდა? რა მოხდებოდა ნინო გამოყრიან ბავშვებს გარეთ და ყურადღების მიმცემი აღარ არის, მე აღარავინ. წამოდი ომარიკო, ეს ოქრო მყავს მე.